გამარჯობა ყველას მოგესალმებით. ყველას კიდევ დიდი მადლობა ვინც მისმენთ და აქვე დავსძენ რომ ვინც ჩემ ვიდეოს მოусმენს. ჩემი თხოვნა იქნება რომ დაალაიქოს აუცილებლად და გამოიწეროს ჩემი არხი. თავდაპირველად ძალიან წავიდა ეს გამოწერები ვიდეოს იმაზე რა ქვია ჩემ არხზე, მაგრამ მე საბოლოოდ ბოლოს შემცირდა და რატო შემცირდა არ ვიცი, ნელ-ნელა ადის და ადის. მოკლედ რისი თქმა მინდა რა, დღეს მინდა რომ ცოტა გრძელი ვიდეო ჩავწერო. იქიდან გამომდინარე რომ სათქმელი ბევრი მაქვს. ესე იგი 7-ში რო ვიყავი დეკემბერს, 7 დეკემბრის აქციაზე რო ვიყავი რა, თავდაპირველად რო გავაშუქე ეს აქცია. იქვე აღნიშნე რომ ძალიან ცოტა ხალხი არის მეთქი მოსული, იმიტომ რომ მართლა ცოტა ხალხი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი მობილიზება და დიდი წინაპირობა იყო შექმნილი იმის, რომ ბევრი ხალხი უნდა მოსულიყო. მაგრამ შევცდი, იმიტომ რომ ხალხი გვიან მოვიდა, ზოგმა ალბათ 5-ზე, ანუ 5-ის ნახევარზე დაიწყო უკვე გამოსვლა სახლიდან და მსვლელობა ძალიან დიდი შედგა. ძალიან კარგია, კიდევ და ერთმა ბევრი ესეთი ეროვნული აქციები და ასე ლამაზად და ასე კარგად ძალიან ბევრი ჩაგვატარებინოს. ეხლა რასთან დაკავშირებით წერ ამ ვიდეოს რა. ესე იგი აქციაზე მე ხალხის კატეგორიას რო უყურებდი, ძირითადად სულ 90% იყო 40-დან ზევით რა, ასაკით 40-55-დან ზევით. ხალხის კატეგორია იყო ერთი პიროვნება არის, მე აქციებზე ხშირად დავდივარ, როცა კონსერვატორები ანონსებენ ხოლმე და ერთი პიროვნება არის, რომელსაც ფეხი აქვს მოჭრილი და არ ვიცი ეს კაცი სასწაულ რაღაცებს აკეთებს, იმხელა მარშებს გადის და იმხელა ძალა აქვს ამ ფეხ მოკვეთილ ადამიანს, რომელიც ყველა ორ ფეხა არსებას, შევადაროთ რა ადამიანებს გულისხმობენ. ხო და რისი თქმა მინდოდა, იცი რომ ვერ შეედრება უბრალოდ და რისი თქმა მინდოდა, იცი რომ ახალგაზრდობა საერთოდ არ დგას. ახალგაზრდობა, რომელიც იქადნის რომ ეროვნულები არიან, იქადნიან რომ არიან მომავლის პროგრესული ახალგაზრდა თაობა და ამ ახალგაზრდა თაობის ხელში უნდა იყოს მთლიანად საქართველო. ახალგაზრდა თაობა არ დგას იმიტომ, რომ ამის ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს. პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან რიგი მიშა სააკაშვილის დროს რიგი დისკრიმინაცია წავიდა ქართული სულის. მე რაც მახსოვს ახლა ჩემი ბავშვი ვიყავი მაშინ და რასაც უყურებდი და დღეს რასაც ვაანალიზებ. ვინ იყვნენ ახლა ამავე ჩართულები ამ იმაში? კომედი შოუ, მაია ასათიანის შოუ, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვანი. დღეს რომ სხვათა შორის კარგად რო არიან მომჯდარი და ხელისუფლებასთან ერთად შეზეილილები არიან და რავი, კარგად არიან რა. ეხა ავად თუ კარგად, ფულიც აქვთ, მატერიალური შემოსავალიც და სახელიც აქვთ მაგ ადამიანებს. კარგად მახსოვს ერთი ვიდეო, როცა მაია ასათიანმა მოიწვია გოგო, რომელიც ძველ ფშავ ხევსურულ სამოსში იყო ჩაცმული და არ ვიცი, მე მგონი მომღერალი იყო ეს გოგო რა და განაცხადა, რაღაც ბოლოს ეს კომენტარი, იმიტომ რომ ეს გოგო იმდენად, გაასწორეს მიწასთან, გოგოებმა ისევე.
რომ კარგად დამამახსოვრდა რა, რომ ეს გოგო იძახდა, რომ ჩემთვის ოჯახში ვარიო, მთავარიო კაცი. კაცი არისო მთავარიო და მისი სიტყვა არისო პირველიო და ნუ ისეთი აღზრდილი ოჯახიდან იყო ეს გოგო წამოსული, რომ რასაც ასწავლიდა და რასაც უყურებდა და რომელი კუთხიდანაც იყო, იმ კუთხეს პირდაპირ ამართლებდა და ნუ თავიდან მაშინ ახლა ისეთი აჟიოტაჟი ატყდა ამ გოგოზე, ამ ვიდეოზე, მე ეს მაია ასათიანიც, აუ რას ლაპარაკობო შენაო ეგრეო კაცმაო რო გითხრა და გიბრძანოსო და რაღაცაო და ამ გოგომ თავისი აი ის რისი თქმაც უნდა ბოლომდე ვერ თქვა რა. რომ ვერ თქვა, რომ საქართველოს და ზოგადად სოფლიო ყოველთვის კაცის ძალაზე დგას რა პირველ რიგში და ესე მოსდგავს რაც რავი შეიქმნა სამყარო რა და იმის თქმა უნდა და ამ გოგოს რომ რა ვიცი ანუ ვაშკაცი ადამიანის გვერდით ცხოვრება უფრო მირჩევნია ვიდრე აი რაღაცა ქალაჩუნაო რა ერთ სიტყვით რა და ეგრეც გამოვიდა და მასიც თქო და მაგის გამო წავიდა ამ გოგოს ბულინგი. მერე იყო რიგი აი ეს ბიჭი ქალი ის გოგო რო გამოვიდა რომ რაღაც მე კაცი ვიცი კაცი და ქალი ვიცი ქალი და რაღაც ეს რაგბისტი გოგო იყო მე მგონი თუ სწორად ვიძახი და მაგის ცალკე კიდე ზევიდან ბულინგი წავიდა. მერე დაიწყეს კომედი შოუში გამარგინალება, მერე იქ TV11 იყო ესეთი სიუჟეტები ისინი ვიდეოები იდგებოდა რომ გადააგდებდა ვიღაცა რაღაცა ნაგავს დაუშვათ რომ დააგდებდა იქვე დააწერდნენ ქართველი ვაშკაციან რაღაც ესეთ რაღაცებს აწერდნენ. მერე უკვე ოცნების დროს ხო ნუ ამათი რავი ბაბანი იყო ლიბერალების და კაკრას ვინც კიდე მიშას დროს კიდე თლად ბოლომდე ხმას ვერ იღებდა და თლად კიდე რაღაცებში შეზღუდული იყო, რავი აიშვეს და აი მთელი ამბები თეთრი ხმაური აქცია და ბჭო აი რა მიკვირს იცით 25 წლისაც უნდა ფიქრობდეს დღეს ეროვნულ საკითხებთან დაკავშირებით და უნდა ადარდებდით მაგალითად რომ არსებობს რაღაცა პრობლემები სადაც ისინი იქ ვეღარ შეთავსდებიან და საბოლოო ჯამში შეიძლება ეს ხალხი გავქრეთ მთლიანად ქართველები და ვიყოთ რა ვიცი ვიღაცა ფაშას ჩამოკიდებულები ხო მაგრამ აი სული არ არის ქართული სული აღარ არსებობს და როდემდე უნდა იყოთ ამ 40 და 50 და 60 წლის ხალხის იმაში რა ქვია გატანაზე რომ რაღაცა ვინა პროტესტი იქნება თუ რაღაცა იქნება რომ პირველები რომ ეს ხალხი რო გადიან თქვენ ვირიშვილებო მართლა რომ თქვენი მომავალი და თქვენი საკუთარი რო დაიცვას და თქვენ რო რა ვიცი ვაშკაცობა შეგინახოთ ისევ მშობელმა და იმ ხნიერმა ადამიანმა და გასწა როდემდე უნდა იყოს ხო მასე მაგრამ რა არიცი გოგოებშიც აი აქციებზე კარგად დადიხართ თქვენ კაი დედმამიშვილებო თქვენ აი ეს რაღაცა მე მინდა ევროპა და რაღაცა და ესა და ესა მაგრამ არც მიკვირს აი თბილისში რო იტყვიან რომ თბილისი უნდა იყოს ბევრი თბილისში ბევრი ვერ იქნება თბილისი იმიტომ ვერ იქნება თბილისში თბილისში გამოსვლელი აქციაზე ბევრი რომ შესაბამისად თბილისში თბილისელები რომლებიც რა ვიცი ორი თაობით თბილისში ცხოვრობენ და სამი თაობით თბილისში ცხოვრობენ ან დახოცილები არიან და ნარკოტიკში გაპარულები არიან ან კიდე მიგრაციაში არიან რაღაცა ამერიკაში ან რაღაცა ესეთ იმაში რა და შესაბამისად ის ხალხი ვერ იქნება არ გამოვლენ ანუ რაც არ არის როგორ უნდა გამოვიდეს მაგრამ ისმის კითხვა რატო სტუდენტები ხო არიან არა სტუდენტები არ გამოვლენ და მე გეტყვით რატომაც არ გამოვლენ რა ის სტუდენტები 25, 23, 22 და
რაღაც ესეთი პირველი, მეორე და მეოთხე კურსელები, იმიტომ არ გამოვლენ, რომ ცუდად არავინ არ გამიგოს, მაგრამ რეგიონიდან როცა მოდიან ხოლმე, აი შობლები თუ დარიგებულები და რავი აი მოსმენილი რო აქვთ, რომ რეგიონზე რო ჩამოდის, რომ პირველ რიგში უნდა გაიაროს რუსთაველზე და პროგრესულ ხალხში უნდა ინტეგრირდეს პროგრესულ ხალხში. ახლა და პროგრესულ ხალხში ითვლებიან ბაბუცა პატარაიები და ბაია პატარაიები და ისა რა ქვია ჩემი ფუჩუ ჩემია და რაღაცა ესეთი აქტივისტების ორგანიზატორები და რაღაცა ესეთი ხალხი. ამას წინათ ხო ნუ ეს რეალობა არის. სხვათა აი ეს ანუ ჩემი ყურით და მოსმენილი რო არ ქონდეს და შეხება რო არ ქონოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით პიროვნებაზე, ნუ არ ვიტყოდი, მაგრამ ეს რეალური არის, რასაც ვიძახი, იმიტომ რომ მათი პირველი ხაზი მიდის იქ, რომ თბილისში რო ჩახვალ შვილო სასწავლებლად მაქსიმალურად პოპულარულ პროგრესულ ხალხში უნდა გაერიო და ნუ აქტივობებში უნდა მიიღო მონაწილეობა. მაგრამ ეს ხალხი, როცა კი ბრუნდებიან მერე თავიანთ აღდგომას სოფლებში ხოლმე, იქ უცებ გაიტრუნებიან და ძალიან დამჯერი გოგო ბიჭები ხდებიან და ჭიქასაც კარგად უჭახუნებენ, სადღეგრძელოებსაც კარგად ცვავენ და რა მიკვირს, იცი, აი მე მაგ ხალხთან რისი შეკითხვა მაქვს, იცი? შენ თუ თბილისი, კი არა, შენ მაშინ არც საქართველოს გვარებია რა. თბილისში თუ სხვანაირად იქცევი და შენს კუთხეში თუ სხვანაირად იქცევი და თან რო შეეკითხო, რომ იცი რა, აი ეს ფერადი ახალგაზრდობა, ხო, ეს ფერადი ახალგაზრდობა არის, სხვათა შორის ზუსტად ესე რო იქცევიან. ამ ფერად ახალგაზრდობას რო კითხო, რომ აი მაგალითად სადღაც თქვენს კუთხეში რო მოხდეს ესეთი რაღაცა, ან არაბების ჩასახლება, ან იმისი ახლა როგორ თქვა ცენზურა რო დავიცვა, გეი აღლუმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და პასუხი რა აქვს, იცი, იქ არ მოხდება, რატო არ მოხდება და იმიტომ რომ იქ ცხოვრობს ტრადიციული ხალხი და მეც შევეწინა აღდეგები, გაიგე? იქ წითელი ხაზი აქვს, იქ თავიანთ კუთხეში იქ წითელი ხაზი აქვს, მაგრამ აი თბილისში, რავი, ნაგა ხადოვაჭკა, რაც გინდა კენი, რაც გინდა გააკეთე. და ამ ყველაფერს კიდე, რავი, ხელს უწყობს მაგათი ორგანიზატორები, რა ვიცი, ყველანაირად. ხო და აი ეს ხალხ და ერთმა დამიწერა კომენტარში, რომ მოდიო ჩვენო ვისაუბროთ, ისაო, შენო ჩემს ანუ მე ხო ვდებ ვიდეოებს, რომ გაერთიანებასთან დაკავშირებით და ერთმა ბიჭმა დამიწერა კომენტარი, რომ ჯობიაო შენ გადმოხვიდეო ჩვენსკენო, რადგან ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატია და რაღაც ესეთი რაღაცები გვინდაო რა, დემოკრატია გვინდაო და ბიჭო, დემოკრატია ამერიკას აღარ უნდა უკვე. ევროპა იმათ აღარ ჭირდებათ უკვე, გადადიან ყველა უკვე ახალი ტრენდში შემოვიდა კონსერვატორიზმი. და ისინი გადადიან უკვე იმ ფლანგზე და აი ესეთი რაღაც ჩამორჩენილი დემოკრატია და რაღაცები, მოდი რა, მოიშორეთ რა და მასეთ ხალხს იცი რას მოგმართავთ ხოლმე? ჯერ ჩვენთან მოდი მეგობარო, ცოტა გაკაშდი, ისევე ქართული კარგად გაიხსენეთ, ქართული ჯერ საქართველოს უნდა გინდოდეს და მერე უნდა გინდოდეს ევროპა, ამერიკა და რა ვიცი და სხვა და სხვა რა, ნუ, მაგრამ მაგათთან ინტეგრაცია არ უნდა გინდოდეს, უნდა გინდოდეს შენი ქვეყანა პირველ რიგში რა და ჯერ მიდი ეროვნულ ხალხთან. ნუ ვინც ეროვნულად ფიქრობს, ვინც ეროვნულად აზროვნებს, აი ვინც რო ახსენეს ფეხმოჭრილი ადამიანი, ჯერ მაგ ადამიანთან მიდი, შეეკითხე, რამდენად ძვირფასია მისთვის საქართველოს, რო აი ესეთ მარშებს დადის ეს კაცი, რა ვიცი, რუსთაველიდან სამებამდე ბარეულმა ორფეხა ადამიანმა იაროს, აბა ისე რომ არ დაიღალოს, ხო? და ეს წარმომიდგენია ეს კაცი რამხელა ძალისხმევას გადის, რომ რა ვიცი, გაიტანოს ეს რაღაც.
მარში რომ ბოლომდე ჩაიაროს და იცი რას გირჩევთ რომ ჯერ გაიარეთ კონსულტაციები ხოლმე ისევე ან თქვენ რეგიონში ვინებიც ხართ ხოლმე რო აბრძანდებით ხოლმე და ხო არიან იქ მოხუცი ხალხი შემორჩენილები ისინი ესენი და მაგ ხალხთან ცოტა კარგად გაიარეთ ქართველობა რას ნიშნავს, ეროვნულობა რას ნიშნავს, რა არის ზოგადად ფასეულობა, რას იცავდნენ ისინი, რისთვის იბრძოდნენ და მერე თქვენ მოუყევით თქვენ რისთვის იბრძვით რუსთაველზე და მერე ისინი რა პასუხსაც გეტყვიან, გაიაზრეთ და ეგ მაგ პასუხით მერე მოდით და კი ბატონო, რაზეა საუბარი, აქეთ გაერთიანდით. დამიჯერ იქით ხიხია ხალხო რა. თქვენმა აქციებმა, რა ვიცი, შედეგები რაც გამოიღო, ეგ არის რომ დღეს რუსთაველი რო გადაკეტო, რავია, ჯარიმა 5000 ლარი, ან კიდე, რავი, ციხეში სროკი გაქვს და ეგ გამოიღო თქვენმა აქციებმა. თქვენმა აქციებმა გამოიღო ეგ და შესაბამისად ვისაც ქართული სულით არის აღტკინებული და ქართული რო ტკივა, ყველას მოუწოდებ რომ კაცო, ნუ დარბი ხართ ვიღაცა ბაია პატარაიებთან და რაღაცა მოლოტოვების ხელში თამაში არ არის ეგ სკაი სპორტი რა. როცა შენიანს წვავ და პაჟარს უყიდებ და ცეცხლს უმთებ, არ არის ეგ კარგი რა. ხო და მანდედან მეც დაგგმობ და ყველა ჩემნაირიდან, იმიტომ რომ ის პოლიციელი, ვისაც შენს მოლოტოვს ესვრი და ცეცხლს უყიდებ, შეიძლება ის იყოს, რა ქვია, ჩემი ნათესავი იყოს საბოლოო ჯამში. და ჩემი ახლობელი იყოს და ბევრი კარგად ვიცით რომ გვერდზე რომ მივოიხედოთ სტრუქტურაში იმდენი ადამიანი მუშაობს, ხო? შინაურობაში რო არ გვყავდეს ერთი სტრუქტურაში მომუშავე ადამიანი არ არსებობს და მოდი რა ჯერ ისე გავაკეთოთ რომ ჩვენ ერთმანეთში ვიყოთ შეხმატყვილებულები და ერთმანეთში შერწყმულები ვიყოთ და მერე და ქართულზე ვიფიქროთ და მერე ვისაუბროთ კიდე სხვა დანარჩენზე და მოგიწოდებთ მაგ ხალხს ჩამოშორდით ჩემო ძვირფასებო. მეც აღარ გავაგრძელებ და რა ვიცი იმედია, რა ვიცი სწორი თქვი, რას თქვი, თუ არ ამეთქვი არასწორი, კორექტულად დამიწერეთ, იმიტომ რომ მეც ყველას კორექტულად ყველაფერში მოვხდეთ. აბა კარგად იყავ.